რა ვისა იქამდე რაღაც ისტორიებზე გამახსენდა რა რაღაცები ხომ მოყოლებული რაღაც დღეს გუნდიშას უთხარი გამახსენდა სილკში ვართ მე და ტატო კამათობთ ჰანს ციმერი უფრო მაგარი კომპოზიტორია თუ ენიო მორიკონე რა ტატო ამბობს რომ ენიო მორიკონე არის საერთოდ სხვაგან დგას და არავინ მასთან ახლოს არ არის მე ჰანს ციმერი ძალიან მიყვარს თიმ მორიკონე ვარ ხო არა გასაგებია მორიკონე რატო შეიძლება იყოს უფრო მაღლა მაგრამ მე ჩემ გემოვნებაში იმდენად მიყვარს ჰანს ციმერი რომ მასკი ჰანს ციმერი და ანუ აი მარტო მოთახში მიდის და ნუ ხო იცი ხა ამის ამბავი და როგორი ემოციურად და ეხა ამ დროს რა უნდა ქნა ხო გჭირდება ადამიანი ვისაც მესამე ადამიანს კითხავ რაღაცას და შემოაყო კარი ცნობილაძემ და აი უცებ ხო იცი რომ აბა სანდრო ჰანს ციმერი ჯობია თუ ენიო მორიკონი აი რაღაცა აღშფოთებული და ესე იყურება და ჰანს ციმერი ვინ არის შეჭი ჩამომეკრა ყველაფერი თავზე ანუ არა თუ შედარება და არა თუ ის რომ აი ცოტათი ჯობია კი არა ჰანს ციმერი ვინ არის შეჭი ანუ როგორ წავაგე ხო ხვდები ბიჭო იმიტომ ჩვენი თაობისთვის მე და სანდრო უფრო ვართ ერთი თაობა ვიდრე მე და შენ მომენტ რა მაგ ხრივ მორიკონე ის არის რა ეგეც არის მაგრამ უფრო მერე არა მაგრამ მორიკონე არის 80 ციმერი მერე ბიჭო რა 80-ში შეჭემა მორიკონე იყო კიდევ უფრო ძველი იყო 70-იანებში იყო და ხო კი ბატონო სერჯო ლეონესთან ერთად იმაში არის 60-იანებშია და მე მგონი იმაში for a few dollars more და რაღაცა როდინდელია 60-იან წლებია ძალიან იმედი გამიცრუა სანდრო მიმენო ვინ არის ანუ მორიკონე იმდენ დიდი ხანი იყო და იმდენ ფილმში არის რომ ციმერი მერე გაიჩიტა რა 90-იანებიდან არის უფრო ციმერი და მაგითო რა გამიტყდა ძველი თაობისთვის უფრო ისაა რა მორიკონე არის მორიკონე და ერთი ეგ იყო და მეორე ისა მარიო პიუზო მარიო პუზო ნათლიას ხო და ანუ ორი ტიპი იყო ვინც იცოდა რა იმ თაობამ ძომა თაობამ იმიტომ რომ ის მორიკონე იყო ადაჟდი ამერიკე და ეს იყო მორიკონე ისა რა ქვია კროსნი აწეცი და მორიკონე უფრო დიდი არის ძალსახად ანუ ესე მორიკონე მე მგონი ყველაზე დიდი კომპოზიტორია ფილმის კომპოზიტორებიდან მორიკონეს დიდი აი ეს ჰანს ციმერი იმდენ მიყვარს ბიჭო ისეთი კომპოზიციებია გაკეთებული რომ აი იგივეა აი ციმერი ძალიან ერთი და იგივეა ჩემთვის ხო ნუ მორიკონე უფრო ის არის რა ქვია ალხრივია მაგ ამბავში მორიკონე ძალიან ნოვატორი იყო სინემა პარადისოს მუსიკაც ხო მორიკონესია მორიკონე ძალიან განსხვავებული ისინი აქვს თან ანუ სხვადასხვანაირები აქვს და თან იდეალურად არის მორგებული ფილმის ხასიათზე რა და даже ფილმს ხასიათს აძლევს გარკვეულწილად ამის მუსიკა ხო მაგალითად სულ არც ერთი ფილმის ნუ ერთხელ ამერიკაში ხო ამის მუსიკის გარეშე არ იქნებოდა ისეთი ფილმი რაც არის და კარგი ბოროტი ისა კი არა კარგი ცუდი და ბოროტი თუ როგორ არის კარგი ცუდი ბოროტი მაგისი მუსიკა მარტო ეგ არა ეგ კაი ერთი და Ecstasy for Gold მაგალითად ეგ კომპოზიციები არის მთელი ფილმია შეჩემო მთლიანად და მეტი სხვა არც ერთი ფილმის კომპოზიტორი არ ყოფილიყო და მარტო მაგ ფილმის ყოფილიყო ეგეც კი საკმარისი იქნებოდა რომ გეთქვა რომ ეს არის უდიდესი ტიპია ვინ თქვი შენ მორიკონესთან ერთად პიუზო წერალია როტა ნინო როტა მეც ხა უცებ ხო და ჰანს ციმერზე კი გეთანხმები რომ რაღაცები მაგალითად გლადიატორს რო უყურო და კარიბის ზღვის მეკობრეებს დაიჭერ პატერნებს რაღაცებს რა მაგრამ ეხა მაგალითად ინტერსტელარში რაც აქ გამოყენებული ის უკვე სხვა საერთოდ სხვა რაღაც არის რა ანუ ჩემი აზრით მაგრამ ეს ეპიკურიზმი და რაღაცა აი ძალიან ისა აქვს რა გამჯდარი აქვს აი სუმაგას აწვება რა და ამას რაღაცა გრანდიოზული ისინი აქვს რა და ამას ძალიან ადამიანური და ძალიან ხასიათზე მორგებული მუსიკა აქვს რა აი ფილმს უხდება ამისი მუსიკა ციმერი როგორია იცი აი გინდა თუ არა ინტერსტელარის იქნება ის მუსიკა თუ რო ცოტა კიდე სხვა რაღაცა ფილმების კიდე შეიძლება ჩასწვა ეს მუსიკა რა და იმას ეხა თუნდაც იგივე хороший плохой злой ეგრე უფრო მიადვილდება ეგრე მაგ დაზეპირებული რომ ეგრე ქვია მას ფილმს აუღო შეჩემო იზავსეხი და ის არა იზავსეხი დუაინოი უდარი ანუ საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებული აუქნა 90-იან წლებში ახოი ხაროში ზლოი 90-იან ვიღაცას ჰქონდა ის ვიღაცას ეწერა რომ ესო რუსეთი არ უყვარსო თუ რაცა რუსულ სლენგს ხმარობსო თუ რაცა ясნია რუსულ სლენგს ხმარობ შეჩემა 90-იან წლების ბავშვი ვარ აბა რა იქნება ინგლისურ სლენგით ვლაპარაკო და მაგარი უცნაური ტიპი ვიქნებოდი Good Bad and Ugly არის მისაყვარელი ფილმი
რა თქმა უნდა, რუსული სლენგი მაგაზე ვარ, მაგით რა გაზრდილი. ციმერი, მოდი მაინც ფოლი გავაკეთე. რუსეთი როგორც ქვეყანა. შაბაში. რუსეთი როგორც ქვეყანა. მორიკონე. და ჩვენ გაყურებელ ვის უსმენს? ისა რა ქვია, იმპერიალიზმი რო არ მევასება, ეგ არნიშნავს იმას, რომ რუსულ ენას ვერჩი. ან რუსულ კულტურას ვერჩი. აი რას ხსნი ვიცით კაცო. არა, ნუ ვიღაცას უხსნით ეგენერაციას. კარიბის ზღვის მეკობრეების გაფორმება. დოსტოევსკი როგორც შევა არ გევასებოდი. კარიბის ზღვის მეკობრეების გაფორმება მუსიკალური არის ჩემიც აი უმაგრი აი ეგ არის აი ანუ არაჩვეულებრივი საერთოდ ტრილოგია მეოთხე მეხუთე არ ითვლება ტრილოგია კარიბის ზღვის მეკობრეების ის არ მეოთხე მეხუთე არის აი ხუთეც არის? მეხუთეს არის კი სრული ყლეობა. ანდ ჯოინდები თამაშობს? ხო, სრული ყლეობა. მე რომელი მაგ თანახე რო იქ ყლეობა არის მეოთხე? მეოთხე ძალიან. ბორბალზეო დადის ეს ზემოდან. აი მეოთხეა? არა, ეგ არ არის მეოთხე კაცო. ეგ არის ან მეორე ან მესამე. არა. კი. დიდი შო არის კლინჯი. ხო, დიდი კლინჯი რო არის, ან მეორე ან მესამე. ვა. ხავერ ბარდემელის თამაში მეოთხეა. ვან ბორბალზე არ დადიან. მეხუთე რომელია აბა? მეხუთე არის ბარბოსა და ბარბოსას შვილი და სამკაპი და იყოფა ის არა. მოიცა ორლანდო ბლუმი რომელში არის? ორლანდო ბლუმი რომელი რაღაცაში არის? მეხუთეში ჩანს ბოლოში. ო, ესე იგი ნანახი მაქვს ეგეც ესე. მეხუთეში ჩანს ეგ და კირანაითლი ჩანა. არ გამაზავდი მაგას ხო. აჰმედ ციმერს მივცემ ხმას. მორიკონი აგებს. იგებს ციმერი. ხო, გადაო, ჩემი კარგი. იმიტომ რომ აქ პლახოი ხაროში ზლოის თაობა არ ვიყურებს სტატო, ცოტა პატარები არიან და ციმერი უფრო გაუგიათ ვიდრე მორიკონე. ასლაპარაკობთ, ჩემი კაი, მორიკონე არის გენიოსი, გენიალურია. ვიდეო მაქვს ნანახი იმაზე, რა ქვია, ბარსელონა რეალის ბოლო ტურზე, ბოლოს წინა ტურზე 2006-7 წლების სეზონის ადევს კარიბის მეკობრეების საუნდტრეკი. ხო, ჰანს ციმერი ედება მაგას ამ მორიკონეს ხო არ ადევს ეს. ისეა გაკეთებული, ისეა დამონტაჟებული ვიდეო. ცუდი ხარისხით დევს. More than a Hollywood drama ქვია ვიდეოს. კიდე დევს. 2006-7 წლების ბოლოს წინა ტური. სადაც სამ გუნდს ჰქონდა კარგი შანსი რომ პირველზე გასულიყო, ხო? სევილიასაც მათ შორის. ეგ მუსიკა ადევს, ნახეთ ეგ ვიდეო ხალხო, ანუ ისეთი გენიალურია, რომ აი გეგონება რომ მაგაზე დაიწერა რა და კარიბის ზღვის მეკობრეებშიც აი ეს რაღაც მომენტები არის, რომ აი უბრალოდ შეუდარებელი. ძალიან მიყვარს ეგ დატოს გაჭაღალების მიზეზი კი ბატონო. შემოსული Hateful Eight-ი საკაიფო მუსიკა აქვს, Hateful Eight-ი ვაფშე ოსკარი აიღო. ლუდოვიკო ეინაუდით ძალიან კარგია. მაგრამ Hateful Eight-ი ხო, Hateful Eight-ი არა ოსკარი ერთსაა გაღებული. ჩემი აზრით არ არის ეგ არც საუკეთესო, შეიძლება ტოპ 5-იც კი არ შედიოდეს მორიკონეს ნამუშევრების. მორიკონე ერთ-ერთი ადამიანის ხოდაშორის თან, რომელმაც ჯერ მიიღო საპატიო ოსკარი და მე ოსკარი. ოსკარი არ ქონდა, რომ საპატიო ოსკარი მისცეს და მე მიიღო ოსკარი. Ecstasy Metallica როგორ არ ვიცი კაც. მაგრამ Ecstasy of Gold Metallica-ში იგივე მორიკონეს Ecstasy of Gold-ია იგივე არა. ეგ ბიჭო, ეგ ვაფშე, ეგ არის ეს ჩემი აზრით კინოს ზეიმია ეგ მომენტი თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა საერთოდ კინოს ხელოვნების, აი მარტო კინოს ისტორიაში კი არა, ხელოვნება რაც არის ხელოვნება. პროფესიონალიც მორიკონია, ხო? ხო. ჩიმი. და სინემა პარადისოს მუსიკა არის გენიალური. პროფესიონალის მუსიკა არა გენიალური, მთელი ცხოვრება მუსიკა ის ბოლო ჩიმაი რო იწყება, სასწაული. სუჟუანტელი მივლის ხოლმე. ფილმი რა გითხრა, მაგრამ ის კაია. ანუ დასასრული რა ეგ სცენა ძალიან მაგარია. აი ეგ სცენა Good Bad and Ugly-ში ეს რო დარბის რა ქვია, ტუკო რო დარბის ეს სასაფლაოს რო ეძებს. აი მაგ მომენტში, ეგ მომენტი, მუსიკა რაც არის მან და მერე უკვე რო დგებიან დუელზე, ეს სამნი და აი მან რო იწყება ეს, აი ეგ არის სასწაული, ჩავარდე. არანორმალური სცენა არის. Real Madrid More than a Hollywood drama რო ჩაწეროთ ამ მოაგდებს და არის ძალიან მაგარი ვიდეო. აი ძალიან ემოციური. ბარსელონას გულშემატკივრებს ალბათ ნაკლებად უყვართ მაგ ვიდეოს ყურება, მაგრამ მე მაქვს ნანახი ძალიან ბევრჯერ და სასწაულად არის გაკეთებული, მართლა. და აი ეგ მომენტი არის აი კინოს და მუსიკის იდეალური ნაზავი და აი ზეიმია ხელოვნების სერჯო ლეონეს და მორიკონეს ეს თანამშრომლობა. ვაფშე ეგეთი თანამშრომლობა უფრო ჭრის კიდე რა კომპოზიტორის და რეჟისორის ეგრე რო თანამშრომლობენ. უფრო მაგარი შედეგი გამოდის ხოლმე რა, იმიტომ რომ აი სერჯო ლეონე და მორიკონე თანამშრომლობდნენ ძალიან ხშირად. ეს ციმერი ხო ნოლანთან თანამშრომლობს ეგრე ხშირად. ხო, Dark Knight-ში იყო მაგალითად. და ისა, ნუ ის ჩემი საყვარელი დუეტი ისინი არიან. ჩემი საყვარელი დუეტი სერჯო ლეონე მორიკონე არის და მეორე არის ისა. დევიდ ლინჩი და ანჯელო ბადალამენტი. აი ეგ არის
იმენა იდეალური ვაფშე შენ თუ გაქვს ნანახი ანჯელო ბადალამენტი რო ხსნის როგორ შეიქმნა Twin Peaks-ის თემა. არა. აუ, აი ვიდეო ნახე. აგარსი გაიფებ რა. იმენა მიხვდები საერთოდ აი რა როგორ აი კაროჩე ძალიან მოგეწონება. ყველას გირჩევთ, ნახე, ჩაწერეთ ეგა. ასახელი არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ YouTube-ზე ეგრე იქნება ანჯელო ბადალამენტი როგორ უხსნის ვიღაც გადამღებ ჯგუფს როგორ შეიქმნა Twin Peaks-ის თემა. და აი დევიდ ლინჩის რეაქციები როგორ ქონდა, რა რეაქციები ქონდა ლინჩს, როცა ეს მუსიკას ასმენინებდა. აი ძალიან კარგი ვიდეო არის, ძალიან კარგი სცენაა და კარგი მომენტია რა. მისი მუსიკა არის 70 ფილმში, რომელმაც რაღაც მოიგო. ანუ Kill Bill-შიც არა. რომ მოიგო. 70 ფილმში აქ ეგეთი რომ მოიგო ფილმი ავტორი. Once Upon a Time in America, ანუ ეს Cinema Paradiso, ის არა ქვია. Once Upon a Time in America. Fistful of Dollars, პროფესიონალი For a Few Dollars, ნუ Clint Eastwood-ის ფილმებში ძალიან ხშირად ის იყო. სერჯო ლეონის ფილმებია რა. ხო. Kill Bill-ში. Kill Bill-ი Baxi, Untouchables, Malena, Hateful Eight. არა, ნუ ძალიან ბევრი კომპოზიცია და ძალიან ბევრი რაღაც მუსიკა კიდე მორიკონესი უბრალოდ არ გეცოდინებათ რომ მორიკონესია, просто რაღაც იზე იქნება რა რაღაც ფილმებში. მორიკონე კომპოზიტორ ჰოლივუდ, აი ვისთვის დონ სიგელი, მაიკ ნიკოლსი, დე პალმა, ბარი ლევინსონი, ფრიდკინი, ოლივერ სტოუნი, ვორენ ბიტი, ჯონ კარპენტერი და ტარანტინო. ასევე უმუშავე ეს რეჟისორებთან როგორიც არის ბერნარდო ბერტოლუჩი, ტინტო ბრასი. ვოლფგანგ პეტერსენი, რომან პოლანსკი, მარიო ბავა, ლუსიო ფულჩი, უმბერტო ლენცი, ნუ იტალიელებს ძირითადად პიერ პაოლო პაზოლინი. არა, ჰანს ციმერი ძალიან მაგარია, მაგრამ ხო, მე მისკენ გადავედი რა. თავარი გინდა გითხრა ბოლო ძიანდება ვიკიპედიის შესავალში წერია. He has influenced many artists including Hans Zimmer. ფაქტი იწყება. Danger Mouse, Dire Straits, Muse, Metallica, Fields of the Nephilim და Radiohead. Stay ტიპი CD-ზე იკაიფე ჯერ რომ ინფლუენსებში ვინ წერია შეჩემ. ანუ რამდენად Hans Zimmer-ი Danger Mouse-ი შეჩემ რომელიც არის. ხო იცი გნარს ბაკლის მეორე ტიპი რო იყო. Dire Straits-ი, Muse-ი, Metallica და Radiohead-ი. თამდოს ახლა Radiohead-ი და Morricone ვერ დააკავშირო გინდა თუ არა. Hans Zimmer მოვიზე მოახდინა გავლენა, ეგეც ვთქვით. ნახოთ აბა Hans Zimmer მოვიზე მოახდინა გავლენა. აწერია. არავისთვის არა ინფლუენსერი. გავლენა არ მოუხდები. არა როგორ არა Hans Zimmer-ს ვიღაცა. მას შეიძლება ჯერ ადრეა. არა Hans Zimmer-ი. ჯერ ადრეა. არა 68 წლისაა მინდა გითხრა. არა გავლენისთვის არის. ხო, ნუ ვიღაცამ შექმნა სპენდიან მუსიკოსი. ჯუნისის ამისია. კი, ჯუნის ამის. ჯუნის საუნდტრეკი ძალიან მაგარია. Morricone იცი რატოა სასწაული ტიპი რომ გარდა იმისა რომ მისი მუსიკა შეიცავს ორკესტრსაც, ორკესტრის მუსიკასაც ასე ვთქვათ, ხო? ტიპ შეიძლება ქონოდა აი სტვენა მარტო. ხო, სტვენით შეიძლება ქონოდა, ან ისა რა, For a Few Dollars More-ში ისო არის, საათის ისო არის. ხო გახსოვს, საათის ისო არის. For a Few Dollars მოდა Fistful of ვერ დაარქვეს ნორმალური სახელები, შეჩემ ორივე იმის როცა. ეგ ტრილოგიებია და მაგ. ხო, მაგრამ ის ერთ-ერთი მსახიობი არის და სხვადასხვა როლი, ანუ არ არის გაგრძელება და რაღაც არ არის. ანუ იქ არის მსახიობი ბოროტი, რომელიც იქაც ბოროტი იყო, სხვადასხვა ტიპები არიან. ეგ არა, ერთში ბოროტი არ არის. Good Bad and Ugly-ში ბოროტი ვინც არის? ხო. ის იმაში ერთ-ერთი კაი ტიპი არის. ხო. ორივე რო დაძდევენ კრიმინალს, ხო, კი ბატონო. და ეგ არის ლეონეს ტრილოგიაა, просто ფილმებისა, სამი ციმერმა მოუგო 500 ხმაში 3%, 53-47. არა, პოპულარული რაც არის, ხო იცი, არ არის ყოველთვის ყველაზე კარგი. ხო, იმიტომ რომ დღეს ამის ფილმები, სადაც ციმერი აკეთებს მუსიკას, უფრო პოპულარულია. მაგრამ ხო მე ვერ შევადარებ რა ჩემთვის ის ძალიან წინა არა დღეს რეგიონები დღეს ამის ფილმები არა კი ბატონო მე ჩემს ვამბობ კულტურაში უფრო საერთაშორისო იმას რომ მე ვარ მართალი და ისა მაგრამ ჩემთვის Morricone Inception-ის time-ი ფარავს ყველაფერს Morricone ჩემთვის როგორი ტიპია მე Morricone-ის მუსიკა მომისმენია ცალკეც ანუ Morricone-ის სიმღერები მეც არა ერთხელ მე მედლის ვთავ ხოლმე ანუ პირადსობს კარიბიანის 10 წუთიანი მედლია და ანუ გენიალურია აი
იწება, თავისი განვითარება აქვს, მიგატარა, აი გამოგზაურებს, აგიყვანს, ჩამოგიყვანს, აი ყველაფერია მაგაც წუთში რა. ჩემთვის აი მოსასმენად არის ერთ-ერთი საუკეთესო რამე, რაც შეიძლება მოისმინო. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მე რომ მომისმენია. მართლა. ძალიან მორიკონე დაჟე როდის როგორ მომისმენია, ეს მამაც ჩემსაც მანქანაში გქონდა რაც კასეტა. სხვადასხვა კლასიკური კომპოზიციების და მათ შორის ჩიმაი იყო მაგალითად რა პროფესიონალი. ჩიმაი ნუ გენიალურია. ხო. იყო ერთხელ ამერიკიდან საუნდტრეკი, იყო რა თქმა უნდა Fistful ისა Good Bad and Ugly-დან ორივე. ჩიმაი უბრალოდ ჩემ ბავშვობაში იყო აი ტელევიზიაში და რაღაცებში რომ მისმენდა ძალიან ხშირად overused საუნდტრეკი იყო და მე მსადებდნენ ხოლმე ნეკროლოგებს და რაღაცებს ღამის შოუში ჰქონდათ ძალიან მაგარი ის იყო რუბრიკა იყო ვიდეო ბითები ჰქონდათ გოგიჩას ღამის შოუში და ნეკროლოგებს ღადაობა ნეკროლოგებს კი მახსოვს ეგა კინგ მამუკა კონგი დაიცვალა კინგ მამუკა კონგი და ეს იყო ესამოდენა გოლიაც ეს რა ქვია ესამოდენა გოლის აჩიტის გული ქონია და რაღაც ღადაობდნენ ეგეთ რაღაც სპაიდერმენის ნეკროლოგია თუ აკეთებული კიდე ხო და ჩიმაია და ხოლმე და ცოტა გაამაიმუნეს ჩემ თვალში კიდე ეგრისა მუსიკა რაზარი არა კინგ მამუკა კონგი რო ჩაწეროთ ამოაგდებს ხამის შოუს გაკეთებული იმას აუ ჯორჯ გარვანეცის იცი ეგა ჯორჯ გარვანეცი თუ გერშვინი არა გერშვინი არა ჯორჯ გარვანეცი თუ გარვანეცი არა იცი რა კომპოზიცია მაგისი რომელი აბა ილუზიონის დასაწყისი არის დორონ ეგა დან YouTube-ზე მაი ვიდეოზე იყო რა კინგ მამუკა კონგი ძალიან დან გვენატრები კონგ ცელქი და მოუსვენარი იყავ მაგრამ უზრდელი არასდროს ყოფილხარ გვიან მეორე კლასში აიყარე ტანი და უზარმაზარ გოლიათად იქეცი ხო ეგრე იწყება მე მგონი One Battle After Another ხო მარშის თემაში ძალიან გავს ერთმანეთს ეხლა ვიხსენებდი ჯონი გრინვუდს რომელღაც ფილმში აქვს ისა აი კიდე ეს თანამშრომლობაა ძალიან მაგარი სხვათა შორის რომელიც ჩემთვის რაღაც პერიოდი ის იყო შემომჩნეველი და მე გვიან აღმოაჩინე პოლ ტომას ანდერსონის და ჯონი გრინვუდის ჯონი გრინვუდი არის Radiohead-ის გიტარისტი და უწერს სიმღერას პოლ ტომას ანდერსონს ყველა კარგი ყველა ცნობილი ფილმი მაგარი ფილმი ბოლო წლებისაც გადაღებული აქვს პოლ ტომას ანდერსონს There Will Be Blood მაგალითად Master Inherent Vice და ბოლოს ესე One Battle After Another ყველაში გრინვუდი არის კომპოზიტორი სიმღერებს სიმღერებს Radiohead-ს ამ ბოლო პერიოდში ხშირად usმენდა Let Down-ი მაგათი სასწაული სიმღერაა რა Radiohead-ი აი რა დაბრუნდნენ